თბილისის ენაგილეს ელიძის საავტომობილო გზაზე სოფელ ხევთა რიკოთის გვირაბის დასავლეთით ცოტა ხნის წინ მეწყერი ჩამოწვა. სტიქიის ზონაში იმყოფებოდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ელგუჯა ხოქრიშვილი. როგორც სტიქიის ზონიდან შეგვატყობინეს, ჩამოშლილია დაახლოებით 2000 კუბური მეტრის ოდენობით მთის ქანები. ჩამოწვეულმა მასამ საავტომობილო გზის სავალი ნაწილი სრულად დაფარა, რის გამოც მოძრაობა დროებით შეწყდა. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი მოქალაქეებს აფრთხილებს რიკოთის უღელტეხილზე მსუბუქი ავტომანქანებით გადაადგილებისას გომის საჩხერე ჭიათურის შემოვლითი გზით ისარგებლონ. რაც შეეხება სატვირთო ავტომანქანებს, მათი გადაადგილება გომის საჩხერე ჭიათურის შემოვლითი გზითაც დროებით შეზღუდულია. ჩამოწვა კლდის მასა დაახლოებით ეს არის 2000-დან 3000 კუბურ მეტრამდე. გადაკეტილი არის საავტომობილო გზა, შეჩერებული არის ტექნიკა, მობილიზირებული არის ადგილზე, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. ველოდებით ეხლა გამოძახებული იყვავს სპეციალისტები თბილისიდან, გეოლოგები, მთასვლელები, რომლებიც დაათვალიერებენ ადგილს და დადებენ დასკვნას, მოსალოდნელია თუ არა ჩამოშლის რისკი.